26 მაისის აქციის მზადების და კარდაკარ შეხვედრების პარალელურად ოპოზიციური ალიანსი ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობის გეგმაზე მუშაობს. ამისთვის მათ გარკვეული პირობები აქვთ. 6 პირობა ალიანსში შემოვლი პარტიების წევრებმა დღეს მედიასთან გააჟღერეს. მათ შორისაა არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება, რეპრესიული კანონების გაუქმება და აქციების დროს დაკავებული პირების და პოლიტიკოსების გათავისუფლება. მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას განიხილავენ. მანამდე კი ალიანსის ლიდერები როგორც თვითონ ამბობენ. 26 მაისის აქციაზე თავების დათვლას აპირებენ. გვახსოვდეს, რომ თავებს ყველა დაითვლეს. საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, კეთილმოსურნეთს და არაკეთილმოსურნეთს. ჭკვიანიც და სულელიც გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია. ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება, განაცხადა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ. ალიანსის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციას სკეპტიკურად უყურებს როგორც ოპოზიციის მეორე ნაწილი, ასევე მმართველი გუნდი. 26 მაისი არის ერთობის ჩვენება ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, რათა საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ უფრო მეც, ვიდრე ქართული ოცნება. კი, თავებს დაითვლის, გამძლეობის ბრძოლა მოუგეთ ქართულ ოცნებას. ქართულ ოცნებას ეგონა, რომ 2 წელში ის გაგვტეხავდა, დაგვამარცხებდა, ერთმანეთთან დაგვაპირისპირებდა, ეს მან ვერ შეძლო. ახლა უნდა ვაჩვენოთ, რომ მათზე მეტნი ვართ. და 26 მაისი არის ამის სასტარტო ეტაპი და ჩვენ 2 წლის თავზე ვაჩვენებთ, რომ ვართ უფრო მეტი, ვიდრე ქართული ოცნება ან სხვა ვინმე. 26 მაისში ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას და გუშინ ჩვენი წარმომადგენელი, ბესო შემდგარი პოლიციის წევრი, სხვა ჩვენი პარტიის წევრებთან ერთად იყო შეხვედრაზე, ვარდითელის მეტროში, დაარიგეს ფლაიერები, არის საკუთარ საბრძოლო გაწყობა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ბევრი და დიდი აქციების გარეშე ასეთ რეჟიმების დამარცხება არის შეუძლებელი. 26 მაისიც არის ესეთი თარიღი და დღე. 26-ში იწყებენ, 26-ში ამთავრებენ, არ ვიცი რას იწყებენ, რას ამთავრებენ. მსგავს სიმბოლურ თარიღებთან ჩვენ თავიდანვე ვთქვით, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ 26 მაისი არის ჩვენი ეროვნული დღესასწაული, სადაც ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი. ყოველად მეუღებელია ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მიერ მსგავს სიმბოლურ თარიღებზე, როდესაც ჩვენ ყველა პოლიტიკური აქტორი უნდა ვცდილობდეს საზოგადოების კონსოლიდაციას და გაერთიანებას, მოხდეს საზოგადოების დაყოფა მტრებად და მოყარეებად. თუ რამის თავი აქვს ამ კონკრეტულ ბოიკოტის პარტიებს და სხვა ოპოზიციურ ძალებს, ნებისმიერს შეუძლია მსგავსი ტიპის ღონისძიებისთვის შეარჩიონ სხვა თარიღები. მიზანი აქვს ჯერ ერთი რომ თავის პატრონებს დაანახონ, რომ მათში ეს ფული ტყუილად არ იხარჯება და რაღაცას მაინც ცდილობენ და მთლად მკვდრები არ არიან პოლიტიკაში. მეორე თავის მომხრეებსაც უნდათ რომ ცოტა შემოუძახონ, რომ არა ვართ მკვდრები, 1000 გეგმები გვაქვს. გვარამიას იმის თქმაც კი მოუწია რაღაცა ძველი ნარატივების გამეორება 26 მაისს ვიწყებთ და ვამთავრებთ. 4 ოქტომბრის არ იყოს გახსოვთ ხო? 4 ოქტომბერს ვიწყებთ და ვამთავრებთ. ახალის მოფიქრებაც არ შეუძლიათ, ახლის ისე რაღაც ძველებს ატრიალები. მაგრამ ყველაფერი ეს კრახით დამთავრდება რის გამო? ერთადერთი რამის გამო. თუ შენ ხარს არ გიჭეს ხალხი, მაშინ ვერც არჩევნებში მიაღწევ წარმატებას და მით უმეტეს ვერც ქუჩის აქციებს წარმართავ ისე, როგორც შენ წარმოგიდგენია. ნაცნობის სიტყვებია 4-ზეც ასე არ ამბობდნენ. 4 ოქტომბერს დავიწყებ და დავასრულებთ. 26 მაისი იმიტომ შეარჩიეს, რომ იციან, რომ 26 მაისი ეს არის დამოუკიდებლობის დღე, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი ჩამოდის დედაქალაქში და ბევრი ხალხი იქნება, ერთად უნდა ვიზეიმოთ. და ამით უნდა თავიანთ პატრონებს თავი მოაწონონ, რომ ეს ხალხი შემდეგ, საღამოს გაისეირნებენ ხო, რუსთაველზე იქით, აქით, რომ ეს თურმე მათი მხარდამჭერები არიან. თორე ჩაატარონ 29-ში, 24-ში ჩაეტარებინათ. აქამდე რა ჩაატარეს, რომ ემზადებოდნენ თვეებით რა შედეგი მიიღეს. მე უბრალოდ ახალგაზრდებს მიმართა. ნუ გამოაყენებინებთ თავს.